ყველაზე დიდი კვერცხია ბუნებაში აფრიკული სირაქლემის, თეთრი ფერის არის. სირაქლემის ერთი კვერცხით შეიძლება გაკეთდეს 30 კვერცხიანი ტორტი, ხო? კი, ნამდვილად. ისინი უფრო დარბიან, ავსტრალიურები, ესე დარბიან მთელ ვალიერში. ესენი შეიძლება ადგილზეც ეკვავდნენ, ან დაჯდეს და ისეც ეკვავდეს. აი, რო რამე მოხდეს და გაქცევა მომიწიოს, რამდენი კილომეტრსაც სიჩქარით უნდა ვირბინო, ვერ გაექცევით ნამდვილად. დაგაწყნარებთ. ამისთვის ატრიალებენ, ამისთვის ყოფენ თავს წამწამებსაც კი იყენებენ კოსმეტოლოგიაში, ბუნებრივ წამწამებად. ეს არის სადღაც კილო 200, კილო 500 და 2 და 200-მდე აქვთ ხოლმე კვერცხი. ხანდახან არის უფრო ლურჯი, ხანდახან მწვანე და ეგ არის ხასიათზე დამოკიდებული. რა ხასიათზეა ფრინველი? ჩვენი დღევანდელი გადაცემის მთავარი გმირები, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უცნაური მასპინძლები აღმოჩნდნენ. თითქმის 3 მეტრის სიმაღლის არიან, საათში 70 კილომეტრ სიჩქარით დარბიან და მარტვილის ნატურალურ ბალახს ისეთი აფრიკული მადით შეექცევიან, რომ არ ვიცი. ოსტრით ჯორჯიას ვესტუმრეთ, რომ თქვენთან ერთად გავარკვიოთ, როგორ და რატომ გადაწყვიტეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ფრინველის მოშენება პირდაპირ კოლხეთის დაბლობზე და საერთოდ რა ხდება ამ გიჟური ეგზოტიკური ბიზნესის კულისებში. მოკლედ ფეხი არ მოიცვალოთ, წინ ძალიან დიდი ამბები გელოდებათ. მე როგორ შევატყვე, ანა? ძალიან კონტაქტურები არიან. კი, ესენი საერთოდ იმდენად მიჩვეულები არიან ზოგადად კი. დღეს გაგვიმართლა ბავშვები იყვნენ სკოლიდან ალბათ, ხო? დღეს დილის 9:30-დან 5 ჯგუფი იყო. მე უფრო მორიდებულად ვიყავი სირაქლემზე და ვიდრე ბავშვები ყველა აჭმევდა და რაღაცა ძალიან ისე. იმიტომ რომ მეგონა რომ ძალიან აგრესიულები არიან. ზოგადად ესენი არიან აგრესიულები შეჯვარების პერიოდში. ეს არის მაგალითად აფრიკულებთან თებერვლიდან მარტიდან სექტემბრამდე და იმ მომენტში არიან, როდესაც მაგალითად კვერცხი დადეს და რომ შევიდეთ იქ ეს კვერცხი ავიღოთ, ან ცოტა რაღაცნაირად უფრო აგრესიულად, უხეშად რაღაცნაირად. ანუ ამათ უნდა შეხვიდე ნელა, ფრთხილად, მაგალითად თუ კვერცხი გვინდა რომ ავიღოთ, ერთი აქეთ დგება, ართობს და მეორე ჩუმად იღებს. ამ შემთხვევაში არაფერს არ დაგიშავებ. აი ნახეთ, ძალიან მშვიდად მოდიან ადამიანებთან. როგორც კი ხედავენ იქიდან რომ მოდის ვიღაცა, ეგრევე მოდიან აქ. მე შევამჩნიე რომ ცეკვაც უყვართ. ცეკვა ძალიან უყვართ. ზოგადად ესენი ცეკვავენ შეჯვარების პერიოდში. მამალი უფრო ეპრანჭება დედალს, ძირითადად მამალი ცეკვავს. ფარშევანძგებიც ასე. და ძალიან უყვართ სხვადასხვა ამინდში. მაგალითად წვიმის დროს, თოვლის დროს, სეტყვაშიც კი გამოვიდნენ და ცეკვავენ. ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა არის დილით, მზე რომ გამოდის, ესე ფრთებს იშლიან და იწყებენ ცეკვას. ხო, საოცრად ცეკვავენ. ისინი უფრო დარბიან, ავსტრალიურები, ესე დარბიან მთელ ვალიერში. ესენი შეიძლება ადგილზეც ეკვავდნენ, ან დაჯდეს და ისეც ეკვავდეს. ან აფრიკული ყავთ და ავსტრალიური, როგორც მითხარით. განსხვავება მაგათ შორის რა არის? ვიზუალური სხვაობაც შესამჩნევია მგონი, ხო? კი, ვიზუალურად აფრიკულები ბევრად დიდია, 170 კილომდე იზრდება და 3 მეტრამდე. ავსტრალიურები ნაკლებად 100 კილომდე სადღაც, პატარები არიან. ასევე კვერცხშია განსხვავება, ამათ აქვთ უფრო დიდი, ყველაზე დიდი კვერცხია ბუნებაში, აფრიკული სირაქლემის, თეთრი ფერის არის. ავსტრალიურების ოდნავ პატარა იმაზე, მაგრამ რა ზომის არის ხელით რო ვაჩვენოთ? ამ ხელა გაჩვენებთ კვერცხს აუცილებლად და ამაზე ოდნავ პატარა და ესეთი გრძელია და ამათ ავსტრალიურებს აქვთ მწვანე ან მოლურჯი ფერის კვერცხი. ამათ ჩვეულებრივი თეთრი ფერი. კი. რამდენი ადამიანი დანაყრდება ერთი ამათი კვერცხით? საშუალოდ ყველაზე პატარა კვერცხი არის სადღაც 800 გრამი, ისიც ახალგაზრდა დედალი დებს მაგას. და ყველაზე დიდი 2 და 200. აი 2 და 200-იანში 30 ქათმის კვერცხია, საშუალო კვერცხი. და ანუ 20-დან 30-მდე ეტევა ქათმის კვერცხი. სირაქლემის ერთი კვერცხით შეიძლება გაკეთდეს 30 კვერცხიანი ტორტი, ხო? კი, ნამდვილად.
ბევრჯერ იყო რომ შევწვით და ვერ ვჭამეთ ოჯახი ბოლომდე. ვა. საკმაოდ დიდი ოჯახი. ან ეს ზომა რაზეა დამოკიდებული? ვიცი რომ სხვადასხვა ზომის კვერცხი იდება. ახალგაზრდა დედალი 2 წლის ასაკში იწყებს კვერცხის დადებას და პირველი კვერცხები როგორც ქათამიც ხო პირველ კვერცხს პატარას დევს და ხანდახან ის გულიც არ აქვს შიგნით. ესენიც ერთხელ იყო ამხელა პატარა კვერცხი, იყო 800 გრამი და გული არ იყო, მხოლოდ ცილა იყო. ვა. კი, მერე იზრდება და უფრო დიდი კვერცხი, ან მეორე, მესამე დადებაზე უკვე დიდია. ასაკით დიდ სირაქლემებს უკვე ყოველთვის აქვთ დიდი კვერცხი. დიდი კვერცხი. კი. გემოთი განსხვავდება ჩვეულებრივი ქათმის კვერცხისგან? გემოთი გული განსხვავდება, ბევრად გემრიელია, ბევრად. ცილა თითქმის იგივეა, მაგრამ საკმაოდ მკრივია. და ზოგს მოსწონს, ზოგს არა. სასარგებლო თვისებები, რაც კვერცხს ზოგადად გააჩნია და ვიცით, განსხვავება არის? ამბობენ, რომ იმით არის უფრო სასარგებლო, რომ ქოლესტერინს არ შეიცავს. როგორც ხორცი, ისე კვერცხი. კაი, ახლა დავიწყოთ სულ თავიდან. როგორ გაჩნდა იდეა მარტვილში ასეთი ეგზოტიკური ფერმა მოგეწყოთ და სირაქლემები ჩამოგეყვანათ და უარი გეთქვათ მაგალითად ქათმებზე, ძროხებზე და ასე შემდეგ. ნახეთ, ზოგადად თბილისში ჰქონდა ღვინის მაღაზია და მიწებს ვეძებდით ვენახისთვის. თავიდან ვიყავით კახეთში. იმიტომ რომ იქ რა თქმა უნდა ყველამ ვიცით რომ ვენახი და ბევრი ჯიშია იქ. ამასობაში როცა ვეძებდით ამ მიწებს სხვადასხვა კუთხეებიც ვნახეთ და ერთ-ერთი მიწა იყო ეს აქ და ერთ-ერთ დამფუძნებელს სულ ადრე ჰქონდა ესეთი ნატურა, ასე ვთქვათ, ფერმის, ბიოფერმის, მაგრამ ისე ნატურის დონეზე. და ეს მიწები რომ დაინახა, რაღაც გაახსენდა ეგ. და დაიწყეს მოკლედ ვენახის მაგივრად ფერმა. რა მაგარი გადასვლა. ვენახი წამოწყებული იდეიდან სირაქლემებამდე. და მერე უკვე აი სირაქლემები. რაღაც რამოდენიმე თვეში ეს სხვათა შორის აქ რომ ჩამოვიდნენ, ადგილობრივებს უთხრეს რომ ანუ ესე იდგა და აი აქ ირბენენო სირაქლემებიო და ამათმა ისე შეხედეს, იფიქრეს რომ ვიღაცა გიჟი ჩამოვიდა და რეებს იძახისო ეს ადამიანი. ზუსტად რამოდენიმე თვეში აქ იყო სირაქლემები. გაჩნდა ესეთი სიგიჟე მართლაც, აი რა ვიცი და შემოიაროთ უნდა აუცილებლად თუ მარტვილში მოხდებით, იმიტომ რომ საოცარი სანახაობა მაინც ჩვენი თვალისთვის სირაქლემა მხოლოდ ეკრანებზე და ფილმებში გვინახავს და მულტფილმებში. და ამის აი საკუთარი თვალით ნახვა არის ძალიან შთამბეჭდავი გულწრფელად. ახლა მაინტერესებს ჯერ კვერცხი გაჩნდა თუ სირაქლემა? ჯერ კვერცხი. ჯერ კვერცხი. ჯერ კვერცხი, იმიტომ რომ საკმაოდ რთული საკითხია და ნუ კვერცხი გაჩნდა და ყველა არის გამოჩეკილი საქართველოში. პირველი 6 გამოჩეკილია თბილისში, დანარჩენები ადგილობრივები არიან, მეგრელები. რა აფრიკულები და რა ავსტრალიულები, ქართველი, მეგრელი სირაქლემები არიან, ხო? არიან ნამდვილად. პირველი ჰაერი რომელიც ჩაისუნთქეს იყო მეგრული. კი. მაშინ მეგრულები არიან, მე აღარ ვეძახი ამათ აფრიკულებს და ასე შემდეგ. ყველაზე დიდი ფრინველები არიან, გონი ხო? კი, ყველაზე დიდი ფრინველია და ყველაზე დიდი კვერცხია ზოგადად. კი. მაქსიმალური სიმაღლე რამდენია? რას აღწევენ? 3 მეტრამდე არიან აფრიკულები და ცოტა ნაკლები ავსტრალიურები და მაქსიმალური წონა აქვთ 170 კილო. ჩვენები სავარაუდოდ ის დიდი იქნება 150 კილომდე, მაგრამ ზოგადად იზრდებიან 170 კილომდე და სხვათა შორის ცხოვრობენ აფრიკულები 70 წელი, საკმაოდ დიდი ხანი, ავსტრალიურები 40-50. ყველაზე უხუცესი რომელია ჩვენთან? იმ ვალიერში, სადაც ჩვენ არ მივალთ. ვერ მივალთ? ჩვენივე უსაფრთხოებისთვის. კაი, რო რამე მოხდეს და გაქცევა მომიწიოს, რამდენი კილომეტრსაც სიჩქარით უნდა ვირბინო, ვერ გაექცევით ნამდვილად და გაწყნარებთ. ვერ გაექცევით, მაგრამ ნუ გეშინიათ, არ გამოიქცევა. ერთხელ იყო შემთხვევა, რაღაცა შეეშინდა, ხმა იყო, ან მანქანის, ან რაღაცა ხმა იყო. შეეშინდა ეს მოწყვიტა ესენი და გამოვიდა, მაგრამ არსად არ გაიქცა, ესე პერიმეტრზე დადიოდა, თავის ვალიერში უნდა და შესვლა. ანუ თავის სახლში უნდა მიშვეული ამ ტერიტორიას და მე ნელ-ნელა შევიყვანეთ. მე მაგალითად სიმართლეს გეტყვით. ადამიანები აქ რო არ არის, მე ძირითადად თბილისში ვარ და აი ზაფხულში მაქვს ასეთი საშუალება რომ ჩამოვიდე და
არავინ რომ არ არის, ჯგუფები რომ არ არიან, მოვდივარ აქ ხოლმე და ვეთამაშები. ის არის ჩემი საყვარელი, ის არის ძალიან თბილი, მაგრამ ესენიც აქ რო დგას? აი იქით რომ არის. კი, ალბათ იმიტომ რომ ეზოში გაიზარდა და ახალი გადმოსულია 1-6 დღის არის გადმოსული აქ, იმიტომ რომ ასაკი მოუვიდა უკვე და უნდა ვიპოვოთ ამისთვის მამალი. ანუ გარემო მაინც მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას. იმიტომ რომ ცოცხალი ორგანიზმია. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ კი აქვს როგორც ამბობენ, ან არ ვიცი, სწორად ამოვიკითხე თუ არა, ინტერნეტში თვალზე უფრო მცირე ზომის ტვინი აქვსო. კი. მაგრამ გული აქვს მგონი. კი, ეგრეა. და ემოციური ინტელექტი. ეგრეა, მაგრამ საკმაოდ ჭკვიანია. ანუ მე რასაც ვხედავ, ისეთი არ არის, რასაც წერენ ამ ფრინველზე. ესე იგი მითია, ეგ. და მეორე მითი რეალობის ამბავი მაინტერესებს. შიშის და საფრთხის დროსო თავს ყოფენ მიწაშიო? ეგ 100%-ით მითია. ეგენი თავს ყოფენ, იმიტომ რომ სილაში, ახლა აქ არ არის და აფრიკაში და ავსტრალიაში არის, ხო? სილაში, ქვიშაში მალავენ კვერცხს და სითბოსთვის, როგორც ინკუბატორში ვატრიალებთ კვერცხს, აუცილებელია. იქაც ატრიალებენ დღეში რამდენჯერმე იმ კვერცხს, რომ გამოიჩეკოს. ანუ ჯერ იქიდან სჭირდება სითბო, მერე აქედან. ამისთვის ატრიალებენ, ამისთვის ყოფენ თავს და არა იმიტომ რომ ეშინიათ. ამათ რო ეშინიათ, ყველაზე საშიში მომენტია, იმიტომ რომ გარბიან და აი ყველაფერი შეიძლება გააკეთონ რა. სიწყნარეში ასეთი წყნარები არიან. ისიც ეშინია რომ მაგალითად კვერცხს წაართმევთ, ან მის ტერიტორიაზე შეხვალთ და ამის გამო ხდება აგრესიული. რა საოცარი ამბავია. სხვა დროს ნახეთ, ვდგავართ, ვლაპარაკობთ, მოვეფერებით კიდევაც ვაჭმევთ და ჩვეულებრივ ჩვენთან მოვლენ. ეხა 10-დან 9 ადამიანი რომ გავაჩეროთ და ვკითხოთ ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც სირაქლემაზე იცი, ყველა გვეტყვის, რომ შიშის დროს თავს ყოფენ მიწაშიო. არა და მაგის გარდა ყველაფერს აკეთებენ. ყველაზე დიდებიც არიან, ყველაზე მაღლებიც, ყველაზე სწრაფებიც და ყველაზე დიდ კვერცხსაც დებენ. წარმოიდგინეთ, ინკუბატორში არის იგივე საჭირო აუცილებლად. დღეში რამდენჯერმე ღამეც კი, ძალიან რთული ის არის, ღამეც უნდა ავდგეთ და რამდენჯერმე გადმოვატრიალოთ ეს კვერცხი. იმიტომ რომ თანაბრად გადანაწილდეს ეს სითბო. ძალიან საოცარი ამბავი. ახლა ამას თვალზე პატარა ტვინით როგორ გააკეთებს ეს არსება. მოკლედ ყველაფერი რაც ინტერნეტში ვრცელდება, ხალხო მართალი არ არის. დეზინფორმაცია. ძალიან კარგი. რაც შეეხება მოვლას, ანა, რამდენად პრეტენზიულები არიან და რთულია თუ არა მათთან მუშაობა და გულწრფელად მაინტერესებს თქვენი დღე როგორ იწყება და როგორ თავრდება სირაქლემებთან ერთად. ამათი მოვლა ყველაზე რთულია 2 თვემდე, როდესაც არიან პატარები, როდესაც იჩეკებიან. საკმაოდ რთულია და თავიდან ძალიან ბევრი კვდებოდა, სანამ ვისწავლეთ ეს ყველაფერი. ახლა უკვე იმდენად არ არის რთული. ანუ დილა ისე იწყება, რომ ვაჭმევთ, ესე დავდივართ, საჭმელი მოგვაქვს, ვალაგებთ და წყალი აუცილებელია. მეტი ისეთი მოვლა, ანუ არაფერი. და ამათვის აუცილებელია კომბინირებული საკვები, ქერი, ხორბალი, siminди, ბალახი, მაგალითად ბალახს ვჭრით, იმიტომ რომ ძალიან გრძელებს ვერ ჭამენ. ესე ვჭრით ხოლმე დანით და მოგვაქვს ყოველდღე მთელი ეს სეზონი, სანამ არის ბალახი. იმიტომ რომ ამათ დიდი წონის გამო აქვთ ძალიან სუსტი ფეხები. კალცი აუცილებელი ვუმატებთ საკვებში კალცის. და ეს არის მთავარი, რაც ამათ სჭირდება და დანარჩენში არის ძალიან ძლიერი, საკმაოდ კარგი იმუნიტეტი აქვთ. არ ეკიდებათ დაავადებები ამათ. ვა, ეს ყველაზე კაი ამბავია მგონი ფერმერისთვის. ამათი ცხიმი არის ძალიან სასარგებლო. იყენებენ როგორც მედიცინაში, ისე კოსმეტოლოგიაში. კი, ზუსტად ცხიმის დამსახურებაა, რომ აქვთ ასეთი ძლიერი იმუნიტეტი. ანა, თქვენი ფერმა რამდენი წელია უკვე არსებობს? 2020 წლიდან 6 წელია. 6 წელი. ბიზნეს არ დაემართა? არა, ზუსტად კოვიდის დროს დავიწყეთ და ეგ იყო დასაწყისში ყველაზე რთული. როგორც ბიზნესი, სად ჩანს ამათი გამოსავლიანობა? რაში? ხორცი, კვერცხი, ბუმბული, სიჩქარე, წონა, სიმაღლე, რას ყიდით, რომ თქვენმა ბიზნესმა იარსებოს? ზოგადად მსოფლიოში ამათი კვერცხი, ხორცი, ბუმბული, წამწამებსაც კი იყენებენ კოსმეტოლოგიაში, ბუნებრივ წამწამებად. კი, და ცხიმი.
ცხიმი არის, როგორც გითხარით, ძალიან სასარგებლო, შეიცავს ომეგა-3-ს, ომეგა-9-ს და ომეგა-12-ს. ჩვენ მხოლოდ ჯერჯერობით წიწილებს ვყიდით და ტურისტები რომ მოდიან და ათვალიერებენ. მაგრამ მომავალში ვაპირებთ ხორცის რეალიზაციას კი, ამისთვის რაოდენობა გჭირდება და ამაზე ვმუშაობთ. და კვერცხის, რა თქმა უნდა, ტერიტორიაზე იქნება, რესტორანი, სამზარეულო იქნება, სადაც მიირთმევენ ადამიანები სირაქლემების ხორცს და კვერცხს. მცირეოდენი სპოილერი, როგორი ხორცი აქვს სირაქლემას? ხორცი აქვს უგემრიელესი, წითელია, ძალიან გავს ხბოს ხორცს, ახალგაზრდა ძროხას, მაგრამ ქათმის და ფრინველის გემოთი და სუნით. ძალიან მალე იხარშება, მალე იწვება, გამოდის არაჩვეულებრივი სტეიკები. და მომავალში აუცილებლად გიმასპინძლებთ და გაგასინჯებთ. რა ტერიტორია სჭირდება ერთ სირაქლემას იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს? ციფრები ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ აი რასაც ხედავთ მაგალითად არიან ეს სამი არის ოჯახი, 2 დედალი, 1 მამალი და ამისთვის ეს არის საკმარისი ტერიტორია. და აი ყველა ოჯახს თავისი ვალიერი აქვს. ერთად არ შეიძლება, რა თქმა უნდა. მომავალში კი ვაპირებთ გაფართოვებას, იმიტომ რომ ჩვენ რაოდენობა გვჭირდება თუ ვაპირებთ ხორცის და კვერცხის რეალიზაციას. ну, რა თქმა უნდა, მე დავამატებთ ვალიერებს და ოჯახებად უნდა იყვნენ ესენი, რომ დადონ კვერცხი და გამრავლდნენ. დაახლოებით როგორი გამოსავლიანობა, რამდენად რთული არის ეს პროცესი და როგორი შედეგები გაქვთ თქვენ ამ 6 წლის განმავლობაში? 6 წლის განმავლობაში სხვადასხვა შედეგია. იყო, როდესაც 50%, იყო ძალიან მაღალი, მაგალითად 80% იყო გამოჩეკვა. ძალიან ცუდი წლებიც იყო, როცა სადღაც 30%. წელს მაგალითად დააგვიანა გაზაფხულმა ძალიან. თელ საქართველოში ვიცით ხომ? და ამათმაც დააგვიანეს კვერცხის დადება. ანუ პრაქტიკულად მარტი, აპრილი, მაისი დავკარგეთ. და ვნახოთ ჯერჯერობით, არ ვიცი წელს თვითონ დადება როგორი იქნება კვერცხის. ну, გამოჩეკვაც კი ძალიან ბევრია დამოკიდებული ინკუბატორებზე. იმდენად ბევრი კარგი ინკუბატორი არ არის საქართველოში. და სირაქლემის ფერმის გაშენების სურვილები არის საქართველოში? ძალიან ბევრია. მართლა? ანუ ერთი დღე არ არის რომ 2-3 ადამიანმა მაინც არ დამირეკოს, ანუ არ მოგწეროს. შედეგები როგორი აქვთ? ანუ რეალურად ის ორთვიანი პერიოდი, რაც მითხარით, რომ გამოჩეკვიდან 2 თვე არის ცოტა კრიტიკული ფაზა, როგორ ართმევენ თავს? ვინც ყიდულობს? ჩვენ ვყიდით, გავზრდით 3-4 კვირამდე, ხანდახან ცოტა მეტი და მერე ვყიდით. სურველი ვინც გაჩნდება ჩვენი გადაცემის ყურების შემდეგ და მოინდომებს სირაქლემის ფერმის გაშენებას, რას ურჩევთ? დაახლოებით რამდენი კვერცხი უნდა შეიძინოს ან გამოჩეკილი სირაქლემა უნდა შეიძინოს და რა თანხებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული? ანუ როგორ დაიწყოს ეს ბიზნესი, რა ინვესტიცია საჭირო? ნახეთ, საკმაოდ რთული საკითხია, იმიტომ რომ 2-3 ცალით, რა თქმა უნდა, ვერ დაიწყებენ. ამის გარდა არის კიდევ ერთი დიდი პრობლემა, რომ 1 წლამდე არ გაირჩევა დედალ-მამალი. და ფერმისთვის როგორც ასეთი საჭიროა ხო ოჯახებად იყოს დაყოფილი და ანუ ზოგი ყიდულობს მაგალითად 3 ცალს და 3-ვე მამალია ან 2 მამალი და 1 დედალია. არ არის შანსი არ არის რომ გავარკვიოთ დედალიათ მამალი 1 წლის განმავლობაში? 1 წლამდე არა. ვა. მაგალითად ისინი არიან სადღაც 2 წლის ავსტრალიურები დღემდე ზოგის არ ვიცით და აი ხმით გამოირჩევა და დგავართ ესე ვუსმენთ რომ გავიგოთ. კი. რას კესის არის ბოლო-ბოლო ხო? და დაწყება ეხა ბიზნესის ყველა იმას ვერ მოგიყვებით, მაგრამ ნუ არის საჭირო თანხებიც, არის საჭირო ტერიტორიები. იმიტომ რომ ესენი არიან სოდოები პატარა ტერიტორიაზე და ყველა ოჯახს თავის ტერიტორია უნდა ჰქონდეთ. პლუს ჩვენ დიდებს არ ვყიდით და პატარებში როგორც გითხარით არ ჩანს სქესი. შესაბამისად ფერმერებისთვის შეუძლიათ ჩამოიყვანონ სხვა ქვეყნებიდან, მაგალითად ვისაც სერიოზულად უნდათ რომ ეს საქმე დაიწყონ. ასე. იქით ყავთ სხვა ცხოველი, ასევე, ხო? სადაც კონტაქტური ზოოპარკის მსგავსია? ეგრე მოხდა, რომ უკვე ვართ კონტაქტური ზოოპარკი, თუმცა არ ვაპირებდით ამას, მოგვანიჭეს ეს სახელი. კი, ბევრი ცხოველია, ფრინველი, სხვადასხვა ჯიშების, გაჩვენებთ ყველაფერს. მაშინ გადავინაცოთ, იქ ვილაპარაკოთ თან, მე მაიმუნი გავიცანი და ძალიან შემიყვარდა ძლივს გამომგლიჯეს ბიჭებმა. დელიჯონი. კი, ნახოთ და თან კვერცხეც მინდა რომ აჩვენოთ. აუცილებლად გაჩვენებთ. აუცილებლად. კარგი, წავედით.
ჯონი. ბიჭო. რამდენისა? ზუსტად არ ვიცით. ჩვენთან არის 4 წელი, მაგრამ უკვე ასეთი იყო ამხელა. ესენც კაი დიდხანს ცოცხლობენ, ხო? კი. მაგრამ რთულია მოვლა როგორც ვიცი. ანუ იმდენად არა, ჩვეულებრივ საკვები მაგვაქვს და წმინდავთ ამის იმას. მეტი ისეთი არაფერი. რა ძალა აქვს. აგრესიულია? არა, საერთოდ არ არის. უერთმა? ეხა ჭამს, მე რო დაამთავრებს, ესე თავს დახრის, რომ მოეფეროთ. ან ესე აკეთებს კიდე. ეხლა რომ მოვიფერო შეიძლება? ხელს ხوار მომაჭამს. არა, არ მომაჭამს. აი, ინდა ძალიან რომ მოვიფერო. თვითონ დახრის. ბოსტნეულს ჭამს ერთად? არა, ხილზე გიждდება, ესე იგი ბალი უყვარს, ვაჟბატონს. ბანანი? ბანანი, ნუ თავისთავად. ბანანი თავისთავად. ბალი უყვარს, ვაშლატამაზე გიждდება, ნესვი და საზამთროს ესე ორი ხელით ჭამს. აი უსაყვარლესი. დიდი ბიჭი გაიზარდე, ჯონი, ჩვენ დაუბრუნდებით და იმედია მარტო აღარ დაგხვდები შენს ვოლიერში. სხვა კიდე რომელი არსებები გყავთ აქ? ვიცით რომ მიმოვიხილოთ. აქ არიან ენოტები. თან სამი პატარა ყავს, სადღაც ერთი თვის არიან ცოტა მეტი. ცხელა და პატარები რო ყავს, შიგნით არიან შესულები. აი 4-ის მერე ესე გამოვლენ და ესე დარბიან ხოლმე. აქ ნუტრიებია და ესენი სუწყალში არიან თევზივით. რა იქ არიან სადღაც. და რა ტკბივად ისე საინტერესო ჭამენ, ორი ხელით იღებენ და ესე ხელით ჭამენ. ჭამა ყველას უყვარს, ხო? კი. ძაგა, იქით ფრინველებიც ყავთ? იქით ფრინველებია, სხვადასხვანაირი ჯიშის ხოხობი და 4-ნაირი ფარშევანგი. თეთრი, შავზურგა, არლეკინო ფარშევანგი. ის როგორ იპარავს ჩვენს პომიდრებს? უსაყვარლესია. აქეთ ქრცვინია, უსაყვარლესია. და იმედია გამოვა. გამოსულია? ანუ რა. თუ შიგნით არის. ამას დიდი ხანი ძილი უყვარს. ზარმაცია, ხო? 8 საათი შეიძლება ეძინოს და მე ამას სახშიც ზრდიან, როგორც ვიცი, ხო პატარებს უყვართ განსაკუთრებით. კი, ესენი სახში ყავთ, კი, ხელის არიან. აქ სხვათა შორის გვაქვს ტბა, ხელოვნური, საქართველოს რუკის ფორმის. ახლა რესტავრაცია მიმდინარეობს და იქ იქნებიან თეთრი გედები. ძალიან მაგარია. ესე იგი მოსასვლელად გზას გვიტოვებთ სამომავლოდ რა. ბევრი საინტერესო ამბავი იგეგმება თქვენს ტერიტორიაზე და გადაცემის ბოლოს ყველაზე დიდი კვერცხი მსოფლიოში. მართალია ეს არ არის მაქსიმალური სიდიდის კვერცხი, რომელსაც სირაქლემა დევს, მაგრამ ქათმის კვერცხთან შედარებით ხუაშთან ბეჭდავია ჩემ თავს უშევდა. ეს არის სადღაც კილო 200, კილო 500 და 2 და 200-მდე აქვთ ხოლმე კვერცხი. დედალი დებს, ერთი დედალი დაახლოებით 2 დღეში ერთხელ და სეზონზე სადღაც 50 პლუს მინუს კვერცხი. ერთი დედალი, ხო? კი, სეზონზე 50 დაახლოებით. და მეორე როგორც მითხარით არის მწვანე შეფერილობის. ეხა არ გაქვთ ულამაზესი ფერის არის და ამ ფერს რა აძლევს? აი ეგეთ განსხვავებულ ფერს. ზოგადად ესეთი კვერცხი აქვს, მაგრამ ხანდახან არის უფრო ლურჯი, ხანდახან მწვანე და ეგ არის ხასიათზე დამოკიდებული. რა ხასიათზეა ფრინველი? წარმოგიდგენიათ კვერცხის ფერს ხასიათი განსაზღვრავს. ეს საუბარია ემუზე, ავსტრალიურ სირაქლემაზე. ბუმბულს ამ ეტაპზე თუ იყენებთ, ან თუ აგზავნით, ყიდით, რავი. არაფერს რეალიზაციას არ ვახდენთ, მაგრამ როგორც ვიცი დიზაინერებს უნდათ, იყო რამოდენიმე რომ შემეხმიანეს ინტერნეტში და ისე ჩვენ გავაკეთეთ რაღაცეები, მაგრამ ვაპირებთ მომავალშიც თუ დიზაინერებს აინტერესებთ, შეუძლიათ შეგვეხმიანონ. ანა, ძალიან ასიამოვნები ვარ თქვენთან სტუმრობით, გულწრფელად გეუბნებით ამას, საოცარ ადგილას, საოცარი ზღაპრული გარემო მოაწყვეთ. პირველ რიგში მიხარია რომ ბევრი პატარა გყავთ სტუმრად და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის თქვენი საქმის, ვფიქრობ. და შემდეგ კიდე აგრომეურნეობის თვალსაზრისით უცნაურ საინტერესო ბიზნესს ხდით საქართველოსთვის მიმზიდველს და პერსპექტიულს და დარწმუნებული ვარ თქვენი წყალობით სამომავლოდ სულაც არ იქნება დიდი უცნაურობა სირაქლემების ფერმის ნახვა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
კი, გაგვიხარდება თუ ეს ყველაფერი გამოვა და ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ძალიან დიდი გეგმები გვაქვს უკვე წელს და მომავალი წლისთვის, საერთოდ. ტერიტორიაზე იქნება ძალიან საინტერესო, იქნება როგორც რესტორანი, ისე კოტეჯები. ვაპირებთ კიდევ ცხოველების და ფრინველების დამატებას ბავშვებისთვის ცალკე სივრცეს და იქნება ძალიან საინტერესო, იმედია ყველაფერი გამოგვივა. აუცილებლად ყველაფერი გამოგივათ. მე ჩემს გამომწერებს, ჩვენს მაყურებლებს მოვუწოდებ Ostrich Georgia, ასე შეგიძლიათ იპოვოთ Facebook გვერდი ამ ფერმის, ადევნოთ თვალი და ჩვენც გადავნებთ თვალს, როგორც კი სიახლეები გაჩნდება ამ ტერიტორიაზე, კიდევ ერთი ზარი თქვენთან და კიდევ ერთი ვიზიტი და კაი გადაცემა თქვენთან სამომავლოდ. მადლობა რომ გვეწვიეთ. დიდი მადლობა თქვენ. ჩვენ კი მარტვილიდან გემშვიდობებით, ჩვენს YouTube არხზე, Facebook გვერდზე, TikTok გვერდზე, Instagram-ზე ყველგან შეგიძლიათ იპოვოთ გადაცემა, ამონარიდები ამ გადაცემიდან. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, გამოგყვევით და ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთვის საინტერესო თემებზე მუშაობას. ერთ კვირაში სამშაბათს ისევ შევხვდებით ერთმანეთს დროებით.